ვაკანსიების შევსებულია საქართველოს ახალი მინისტრთა კაბინეტის სრული შემადგენლობითაა დასახელებული 6 ახალი კანდიდატურა ბიძინა ივანიშვილმა დღეს თავად დაასახელა. ამის გარდა ცნობილი გახდა სტრუქტურული ცვლილებების შესახებაც ეკონომიკის სამინისტროს ახალი ფუნქციები ემატება. რეგიონული განვითარება კი რომლის მინისტრის კახი კალაძე უნდა ყოფილიყო, როგორც სამინისტრო გაუქმდება. მომავალ მინისტრებს ნდობა პარლამენტმა უნდა გამოუცხადოს, რომელიც პირველ სხდომას 21 ოქტომბერს ქუთაისში გამართავს. ერთკვირიანი კონსულტაციების შემდეგ მინისტრთა კაბინეტის სრული შემადგენლობა საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია. მომავალი მინისტრები პრემიერობის კანდიდატმა საზოგადოებას პირადად წარუდგინა. ფინანსთა მინისტრობის კანდიდატი ნოდარ ხადური, ეკონომიკა გიორგი კვირიკაშვილი, ენერგეტიკის მინისტრობის კანდიდატი კახი კალაძე, განათლება გიორგი მარგველაშვილი, ჯანდაცვა დავით სერგიენკო, გარემოს დაცვის მინისტრობის კანდიდატი ხათუნა გოგალაძე, წყობილთა და განსახლების მინისტრობის კანდიდატი დავით დარახველიძე, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატი დავით ნარმანია. პირველ რიგში, როდესაც ვარჩევთ მინისტრობის კანდიდატებს, წინა ხაზზე უნდა იყოს მუდამ პროფესიონალიზმი და მომავალში ჩვენ დაუბრუნდებით აქ დიდი იმედი მაქვს. ამ ეტაპზე, როგორც იცით, დღეს საქართველოში ესეთია პოლიტიკური ესტაბლიშმენტი, როგორიცაა, ძალიან არეული საზოგადოება, სიცრუის პოპულარიზაცია იყო რამდენიმე წლის განმავლობაში, ამიტომ პრიორიტეტ ჩვენ ვანიჭებდით წარსულს და სწორ ცხოვრებას. ფინანსთა მინისტრობის კანდიდატი წლების განმავლობაში ეკონომიკური ექსპერტი იყო. ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატი კი საჯარო სამსახურში ბიზნეს სექტორიდან მიდის. მომავალ მინისტრებს უკვე განსაზღვრული აქვთ სამოქმედო გეგმა და მთავარი პრიორიტეტები. ჩვენ დავიწყებთ 2013 წლის ბიუჯეტზე მუშაობას და ბიუჯეტი იქნება სრულად შესაბამისობაში იმ ვალდებულებებთან, რომლებიც წინა საარჩევნო დაიღო კოალიცია ქართულმა ოცნებამ. მთავარი პრიორიტეტი არის მინიმალური ჩარევა კერძო სექტორის ფუნქციონირებაში, რამდენადაც იქნება ეს შესაძლებელი. ეფექტური ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა. შეთავაზებულ თანამდებობაზე უარი თქვა ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ამირან გამყრელიძემ. როგორც თვითონ აცხადებს, მისი უარი მორალურ პასუხისმგებლობას უკავშირდება, რადგან მისი შვილი სადაზღვევო კომპანია ალდაგი BCA-ის გენერალური დირექტორია. გამყრელიძის თანამდებობა პედიატრმა დავით სერგიენკომ გადაიბარა. პრიორიტეტები იგივეა, ბატონ ამირანთან ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას, ის ასევე ჩვენი გუნდის წევრია. ბატონი ამირანის ფორმალური პოზიციის სრულებით სტრატეგიული გეგმას სრულება არ განუცდი. რჩები პრემიერ-მინისტრის რჩეულად ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხებში. კიდევ ერთ სამთავრობო რეორგანიზაციას კოალიცია პარლამენტის შეკრების შემდეგ გეგმავს. ივანიშვილის განცხადებით, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო გაუქმდება და ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულება ეკონომიკის სამინისტროს შეუერთდება. რეგიონალური სამსახური კი უშუალოდ პრემიერს დაექვემდებარება. ცვლილებამდე სამინისტროს დავით ნარმანია ჩაიბარებს, ხოლო კახი კალაძე ენერგეტიკის სამინისტროს ჩაუდგება სათავეში. კანონმდებლობისა და წესების სრული დაცვით ჩავატარებ სამინისტროს რეორგანიზაციას, რომლის მერეც მე გადავინაცვლებ ფინანსთა სამინისტროში მინისტრის პირველ მოადგილედ. ეს ყველაფერი აუცილებლად გაგრძელდება, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მხედველობაში მაქვს მცირე და საშუალო ხელისები, მხოლოდ და მხოლოდ მოხდება გარემოს დაცვის სამინისტროსთან ერთად მუშაობა ამ ყველაფერზე. მინისტრთა კაბინეტის კიდევ ერთი წევრი ფილოსოფოსი გიორგი მარგველაშვილია. განათლების მინისტრობის კანდიდატი აქამდე საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტს ხელმძღვანელობდა. გეგმები უკვე ჩამოყალიბებული აქვთ ასევე ლტოლვილთა და განსახლების და გარემოს დაცვის მომავალ მინისტრებს. მე მგონი რომ დაუკავშირდები ხალბატონ მინისტრს, მასაც ჩემნაირი წარსული აქვს, ის რექტორი იყო და ალბათ კარგად ესმის პრობლემები. საქმიანობა წარიმართება საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მიღებული და ხელისუფლების სახელმწიფოს მიერ დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამის შესაბამისად. მომავალი მინისტრების საქმიანობას პარლამენტის დობის გამოცხადებისთანავე შეუდგებიან. პირველი სხდომა კი ქუთაისში კვირას გაიმართება.